მოზარდობაზე ვილაპარაკოთ. გარდატეხის ასაკში ძალიან იცვლება მოლოდინები. ბიჭებზე უფრო შფოთავს ხოლმე საზოგადოება რა. ეს არის პატრიარქალური საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან მკვეთრად მახასიათებელი ნიშანი. თლიანი სამყარო გარემო უყურებს, როგორც გაუთლელი ადამიანი, რომელმაც არაფერი არ იცის რა. რაც გულისხმობს იმას, რომ ბიჭებს ყველაფერი ეპატიებათ. და ეს ძალიან ტკივნეული პროცესია ხოლმე ახალგაზრდა ბიჭებში რა. ძალიან დიდი წინააღმდეგობა ხდებათ ბიჭებს, როცა ისინი ცდილობენ ცალკე გავიდნენ და დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ბიჭი გაიზრდება და ამ დაკარგულ გონებას დაიბრუნებს რა. ოჯახები თვლიან, რომ ბიჭმა გარკვეული დრო გარეთ უნდა გაატაროს. ბევრი მითების მოგონება უწევთ ბიჭებს. ექიმთან წასვლაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მოწყვლადობის ნაწილია. იმიტომ რომ რაღაცნაირი მითი არსებობს, რომ დასრული კაცი არის უკვდავი რა. ნაბიჯ აღწერს ამ სიმულაციებს და დაკაცების ელემენტებს. იცი კიდე ის სიდამალო უწევთ ბიჭებს? ეს არ უნდა ვაქციოთ ბავშვისთვის და მოზარდისთვის სარისკო ქცევად. საკუთარი თავის მიმართ ნდობა, რწმენა და სიყვარული უფრო მეტად გაუჩნდება.